ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება იუსტიციის სახლთან ამ დრომდე რჩებიან მოშიმშილე სტუდენტები მათ მწერალი ირაკლი ლომოურით შეუერთდა. ამ ფორმით ახალგაზრდები საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ. მოშიმშილეები ამბობენ, რომ ლაშა მესხია, დავით ფაცაცია, დაჩი ცაგურია და ბექა ალადეშვილი უკანონოდ არიან დაპატიმრებულები და რეალურად ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით სტუდენტებმა შიმშილობა 3 დღის წინ დაიწყეს. შემოგვერთა წერალი საზოგადოებაზე ირაკლი ლომოური მის მეგობართან ერთად და ეს არის უდიდესი მხარდაჭერა და გამხნევება ჩვენი და იმის მანიშნებელი რომ ჩვენ ახლა სოლიდარობას ვართ და სწორად იქცევით რომ გვერდში ვიდევართ იმ ახალგაზრდა ბიჭებს. აღარ შემიძლია მოთმენა იმ ძალადობის, იმ უსამართლობის, იმ დემაგოგიის, იმ სადიზმის, იმ ბოროტების, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს ძალადობა, ეს ტყუილი, ეს წარმოუდგენელი სიყალბე, როცა დემოკრატიის ნიღბით და შირმით მოსული ხელისუფლება ამყარებს ფაქტობრივად ტოტალიტარულ სისტემას.